დედათა და ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკის 7 თვის მონაცემები დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შეჯამდა. აღნიშნული საკითხი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სამშობიარო სახლებისა და პერინატალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, 2013 წლის 6 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე სასწრაფო შეტყობინებით სამინისტროში სულ 616 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება საკეისრო კვეთით მშობიარობას დაეთმო. დავით სერგეენკოს განმარტებით შემუშავდა საკეისრო კვეთის პროტოკოლი, რომელიც ქირურგიული ჩარევის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დაუსაბუთებელი საკეისრო კვეთა ქირურგიული ოპერაცია არ გათხოვნა თავის რისკებთან არის შეჭედილი. თუმცა მიზეზები სხვაც არის, ეს არის 2/3 შემთხვევებში ყველა მშობიარობიდან ორსულს არ მიუმართავს ქალთა კონსულტაციისთვის, ანტენატალური მეთვალყურებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე ამას აფინანსებს. ანუ პროექტის ადმინისტრირება მართვა მიმდინარეობს დიდ ხარვეზებით. ასევე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი განსხვავება და ქალაქის მაცხოვრებლებს შორის და აშკარა ყურადღება გასაასმაგებელი არის მედიცინის მიმართულებით. საკეისრო კვეთა არის სამედიცინო ჩარევის სახე, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გადაუვალია და აუცილებელი. აქ დაშვება გრძელვაზე არ არის საუბარი. აქ არის კაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები საჭიროა, ასევე დიდი მუშაობა საჭირო საზოგადოებასთან იმ შიშის დასაძლევად, რომელიც ზოგჯერ ბუნებრივი მშობიარობის მიმართ გააჩნია პაციენტს.